ეხლა ძალიან საინტერესო სტუმრობის დროა ჩვენს ეთერში. ანიკე კუას რუბრიკა ყოველ პარასკევს შემოგვიერთდება ხოლმე ჩვენი საყვარელი ანი და თავად წარადგენს თავის შესანიშნავ სტუმარს. გამარჯობა ზუზუ, გიორგი, მოგესალმებით ტელემაყურებლებო, შემოქმედებით თემას განვაგრძობთ, რა თქმა უნდა. დღეს ვისაუბრებთ მუსიკალურ პროექტებზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე და ასევე მათ მნიშვნელობაზე შემდგომ უკვე მუსიკალური კარიერის განვითარებაში. კერძოდ კი დღეს ვისაუბრებთ პროექტ რანინაზე, რომელმაც დამეთანხმებით, რომ ძალიან დადებითი განწყობა მოიპოვა მსმენელში და მაყურებელში. და უფრო კონკრეტულად კი ვფიქრობ, რომ ბავშვებს შეეყვარა სიმღერა და ასევე სცენაზე დგომაც. პროექტის განმავლობაში სამთვიან ტელემარათონს გადიან მონაწილეები, საბოლოო ჯამში კი გამარჯვებისთვის იბრძვის 3 მონაწილე. ჟიურის წევრებს რაც შეეხება, ისინი 4 კატეგორიაში აფასებენ მონაწილეებს, ძირითადად ვოკალში, შესრულებაში, არტისტიზმში და კოლაბორაციაში. წელს 1 ნოემბერს შაბათს 22 საათზე გაიმართება პროექტ რანინას მერვე სეზონის ფინალი. ფინალისტები კი გახლავთ ანიტა აბგარიანი, ლაზარე კაპანაძე, სანდრო აბესაძე, რომლებიც ზვიად ბოლქოძესთან და აფხაზეთის კაპელასთან ერთად წარსდგებიან სცენაზე, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი ფუფუნებაა მუსიკალურად და გამარჯვებული კი ბატონო. გამარჯვებული ევროვიზია 2025-ს უმასპინძლებს უკვე საქართველოში და რა თქმა უნდა წარადგენს ასევე საქართველოს დარწმუნებული ვარ რომ წარმატებით. პროექტს აქვს კიდევ ერთი სიურპრიზი. ევროვიზია 2025-ის რეჟისორი იქნება ჟიურის წევრი მარვინ დითმენი გახლავთ ეს ადამიანი. მე კი ეთერში მყავს ჩემი უსაყვარლესი ჩვენი მე მგონი ყველასი ვოკალის პედაგოგი ჩემი უშუალოდ მინდა ვთქვა რომ ჩემი უსაყვარლესი ადამიანი მანანა ვორჩილაძე რომელიც გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტების მუსიკალური ხელმძღვანელი. მანანა უღრმესი მადლობა მოსვლისთვის ეთერში და ყოველთვის მინდოდა რომ შენთვის ძალიან ბევრი კითხვა დამესვა ასე პირდაპირ ეთერში. პირველად გვიწევს კი ბატონო. კი ბატონო. მოდი დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი თემით, ზოგადად პროექტებზე რომ ვისაუბროთ, ტელეპროექტებზე, მუსიკალურზე, ჩვენ ამაზე ესე ვთქვათ, კადრს მიღმა გვისაუბრია, მაგრამ მინდა რომ გავაჟღეროთ მაყურებლისთვისაც, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად მუსიკოსისთვის მუსიკალურ ტელეპროექტებს და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები სამომავლოდ უკვე მის კარიერაში. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის დამწყები მომღერლისთვის ეს რაღაცა პირველი ეტაპისთვის ყველაზე კარგი პლატფორმა, სადაც მას შეუძლია რეალიზაცია გაუკეთოს იმ ჩანაფიქრებს, რაც ვთქვათ, მარტო შეიძლება ამის უკაცრავად საშუალება არ კონდეს. ხო, აქვს დადებითი მხარეც აქვს ამ კონკურსებს, მოდი ვთქვათ და უარყოფითიც. ნუ ახლა არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს კონკურსის და მით უმეტეს თუ ვთქვათ, გრახით დამთავრდა ეს კონკურსი მისთვის, უდად მოქმედებს ფსიქოლოგიურად. ყოფილა ასეთ შემთხვევები, მე თვითონაც მგონია ამდენი წლის განმავლობაში. მაგრამ მაინც ვთვლი რომ სკოლაში რო დადის ბავშვი ხან იღებს დაბალ ნიშანს, ხან იღებს მაღალ ნიშანს. ხომ არ ვანებთ სკოლას უნდა იყოს ალბათ. ამიტომ თუ ის საქმე შენ გიყვარს, წესით ეს უნდა იყოს შენთვის რაღაცა ის რომ აი რაღაც უნდა გადასალახი გაქვს. мотивация და რა ვიცი, მე მაინც მიყვარს მეტი ჟინი უნდა გადასცეს. გასაკვირველია, ხო? ეხლა მე თვითონ ვიყავი ისეთი ბავშვი, რომ რა კონკურსი კი არა, აი საკლასო ოთახის იქით მავიწყდებოდა სახელი და გვარიც. და მე აი რომ მივხვდი, სულ ადრეც მაქვს ნათქვა, რომ მივხვდი, რომ ეს საქმიანობა ძალიან მომწონდა და მიყვარდა, მივხვდი, რომ სცენაზე არ უნდა ვიდგე. უნდა ვიდგე აქეთ და რა ბედნიერი ვარ, რომ ეს ადგილი გადავწყვიტე, რომ აქ არის და არ უბედნიერეს ჩემ პროფესიით. და ბევრად უფრო ბევრ კარგ საქმეს აკეთებ იქ, სადაც ხარ. რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ ვოკალისტებისთვის მართლაც რომ ძალიან დიდი პლატფორმა არის პირველ რიგში, ნუ იმიტომ რომ მსმენელი გაიცნობს პირველ რიგში და შემდეგ უკვე ალბათ იმის საშუალება რომ განავითაროს თავისი პროფესია. თუმცა როგორც ახსენე, ნუ სტრესთან ერთად ალბათ, ნუ ბევრი კიდევ ფსიქოლოგიური ბარიერი არსებობს ხოლმე, მე პირადად გამომიცდია მაგალითად პროექტის მანძილზე და არ არის მარტივი. თუმცა ამისთვის მზად უნდა იყო ნამდვილად.
არის მარტივი და მგონია რომ აი ერთი მუსიკალური პროექტის მერე ეს არის რამოდენიმე წლის პრაქტიკა სცენაზე მდგომი ადამიანისთვის. აი ტოლფასია იმის ერთი პროექტი. აი უარყოფით მხარეებსაც შევეხოთ, გარდა იმისა რომ პლატფორმა არის და დიდი საშუალება რომ თქვა განავითარო შენი პროფესია და განვითარდე შენს პროფესიაში, მინდა რომ შევეხოთ იმ პრობლემას, რომელსაც ქვია შემდეგ უკვე პროექტების შემდეგ გაჩერება, ესე ვთქვათ. ეს პროექტის ბრალი არ არის. ეს არის უბრალოდ გარკვეულ შემთხვევაში თვითონ იმ ადამიანის ბრალი, რომელიც პასიურია არა, ეს ხიბლი ახლავს ამის კონდა რომ ეს როცა შედიხარ. და ამიტომ აი ის რომ ჩერდება ესა თუ ის კონკურსანტი მერე ეს ხშირ შემთხვევაში მისი პასიურობის ამბავია, მაგრამ სულ მასაც რო არ დავაბრალოთ ცოტა არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ აუწყობელი შოუ ბიზნესის პრობლემაც მგონია, იმიტომ რომ ნუ აი რა უნდა ქნან, რაღაცები ყველაფერი ფინანსებთან არ და ძალიან ძნელია ეხლა რომ რაღაცა შენი კონცერტს მოაბათავი თუ კლიპს მოაბათავი თუ ჯერ ერთი რაღაცნაირად იყო დრო, როდესაც ამ მუსიკალური არხები არსებობდა, სადაც აი ეს გინდოდა, არ გინდოდა, გამახსოვრდებოდა ამ ეტაპზე ეს არ არის და ამიტომ ცოტა ძნელია, მაგრამ ზოგჯერ არის რომ სახლში გადაღებული ტელეფონით ერთ რაღაც ნამღერს მილიონობით ნახვა. ამიტომ აი რას ვლაპარაკობ, რომ არის ამის საშუალება, რომ თუ ადამიანს გულში უღიტინებს და არასვენებს ის თავისი ნიჭი, სადღაც აუცილებლად წავა. რა თქმა უნდა, რა თქმა ვფიქრობ მნიშვნელოვანი არის კიდევ დავამატებ, რომ პროექტებში მონაწილეობის მიღმა აუცილებლად განვითარდეს შენს პროფესიაში. დასაკვირველია. და არ დარჩე პროექტების ფარგლებში. გამოიყენო პროექტი საშენოთ, კი არ უნდა იყო რომ აი ეს ნამდვილად არის პრობლემა, მაგალითად ბევრი შემთხვევაში ყოფილა. ამიტომ აღსანიშნავი საკითხია. მოდი ახლა დავუბრუნდეთ რანინას და ჩემთვის საინტერესო არის პირველ რიგში როგორც მუსიკოსისთვის მაინტერესებს აი როგორ არჩევთ ხოლმე ამ ტურებს და ეხლა ვიცით რომ ზვიად ბოლქვაძე და აფხაზეთის კაპელა იქნება და ბავშვების ემოციები და ეს გამოცდილება აი როგორ უდგებიან საკითხს მე მგონი დიდი პასუხისმგებლობა. კი, რაღაც ტურები არის, რაც ჩვენ იმაში მეორდება, მაგრამ აი ყოველ წელს რაღაცა, აი წელსაც ვაპირებთ რაღაცა ცოტა სხვა ტურებში ცოტა ცვლილებების შეტანას, იმიტომ რომ ეს თვითონ გთხოვ, შენ თვითონაც გინდება რაღაცა ცოტა სხვანაირად ყური გაუკეთო გოთანს და თვითონ თაობაც გთხოვს ამას. ხო და ამიტომ თუ არ გავყევით აი ამ ბავშვებს ვერაფრით ვერ გამოვა წარმატებული პროექტი. ხო და ეხლა თვითონ რა მდგომარეობაა ბავშვებიდან, რანაირი სითბო მოდის და რანაირი ინიციატივები მოდის ამ ბავშვებიდან, ეს ალბათ უკვე მაყურებელმა მიხვდა, გაიგო და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ძალიან ისიამოვნებს, იმიტომ რომ მართლაც საოცარი ფინალი გვაქვს. ნამდვილად ველოდებით ყველა და საინტერესო იქნება ასევე, მოდი თუ შეგიძლია ახლა ჩემი რუბრიკის ფარგლებში ასე დეტალურად მე მგონი არ გისაუბრია ხოლმე მონაწილეებზე, რასაც ვადევნებ თვალყურს. თუმცა საინტერესო იქნება შენი ხედვა თითოეული მათგანის, თითოეული მონაწილეს, ფინალისტების მიმართ, თითოეულის ხაზი თუ შეგიძლია რომ არის მათი ძლიერი მხარე ჩანს ეკრანზე და აქედან დავიწყებ ამ ბიჭუნას დავარქვი მე პლატონი, იმიტომ რომ აი პლატონ სალმანდლიშვილი რო დგას, კირილე რო ცუდად იქცევა რაღაცნაირი, აი ესეთი ბიჭია, ნამდვილი იმერელი, აი რო უნდა რომ ყველაფერი ისეთი იყოს. წარმოუდგენელი მუსიკალური მონაცემის ბიჭია. ამან როგორც იცის ფრაზის შეგრძნება დიდ მომღერლებს არ აქვს და აი იმ ტექსტიდან გამომდინარე ისეთ თავის ფრაზებს აკეთებს, რომ აი მაღოცებს. სანდრო აბესაძე, ჩვენი ქუთაისი, რომელსაც ისეთი ვოკალური მონაცემები აქვს, რომ მე მგონია, რომ ის მომავალში ცნობილი ტენორი მინიმუმ უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ წარმოუდგენელი მონაცემის ბავშვია და საოცარი ტვინის, აი არ არსებობს სირთულე რომ გაუჭირდეს. და ანიტა აბგარიანი, ეს გოგო საერთოდ აი რა პლანეტიდან არის არ ვიცი, იმიტომ რომ აი ისეთი სახით აკეთებს იმას, რაც ჩვენ გაოგნებს და ზავარზე მიგაჭეჭოს, რომ აი არც არაფერი რა. მე ვფიქრობ, როგორც დიდი გამოცდილების ადამიანი, იმიტომ მიდევნებია თვალი და ნამდვილად სამივე ძალიან ძლიერი მონაწილე არის და ამიტომაც არიან ფინალში. თუმცა აი დანარჩენ ბავშვებშიც აი ძალიან ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო მონაცემიდან გამომდინარე
გამომდინარე, უბრალოდ წელს ასე დაჯდა და ეს სამი ბრილიანტი. და მე არ შემიძლია არ თქვა, ჩემ ძალიან ახლო მეგობარია, ყველა მიცით, ნატო მეტონიძე, რომელიც არის ჟიურის ერთ-ერთი წევრი. ისე განიცდის თითოეული ბავშვის ამბავს და ისე გულთან ახლოს მე ხანდახან აი რაღაცა რომ დაურეკავ მოსაკითხად პირდაპირ იწევს რანინას ტურის განხილვას და მეუბნები ამ პროექტს აქვს მე მგონი. აბსოლუტურად ისე განიცდიან არ ეგონოს ვინმეს მაყურებელმა უნდა იცოდეს ეს რომ თითოეული ჟიურის წევრი ისინი არიან პირველ რიგში ადამიანები, მერე არტისტები და მერე უკვე სხვადასხვა და ისინი ისევე განიცდიან და ისევე ახლოს მიაქვთ გულთან ეს თითოეული წარმატება და წარუმატებლობა, იმიტომ რომ ბავშვები არიან არა აქვთ ესეთი გამოცდილება, ხო? ხშირია დაუშვათ რაღაც. და ამის გამო რომ ქულას აკლებს ან რაღაცა ისე ვერ არის, ნუ ნატო ისე განიცდის, აი რა გითხრათ. ესე იგი, ჩემთვის კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რომ დაგვრჩა. საინტერესო არის თავდაპირველად პროექტის მონაწილეების შერჩევის პროცესი მაინტერესებს. ბავშვების შემთხვევაში როგორ არის ხოლმე მანანა? უნდა იყვნენ გარკვეულწილად რაღაც ეტაპისთვის მზად, უკვე მომზადებულები თუ პროექტის მანძილზე სწავლობენ სრულიად ყველაფერს ასე ვთქვათ. ეს რაც შეეხება შერჩევის ტურებს, ნუ ჩვეულებრივი პრეკასტინგის ის არის, რა ქვია, ვითარება. სმენა და არტისტიზმი საკმარისია? აი, სუპირველი რანინას კასტინგები რომ ახსენდება და დღევანდელს რომ ვადარებ, აი იმ ხელა სხვაობა. თვითონ მომზადებულები მოდიან. ძალიან გაზარდა რანინამ აი ეს კონკურსი ადამიანი, იმიტომ რომ როგორი რეპერტუარით მოდიან, განსაკუთრებით არ შემიძლია არ აღვნიშნო რეგიონები. აი გასაოცარი კლასია ჩვენს რეგიონებმა და კი გეხედავთ ახლა წელსაც ძალიან ბევრი გვყავს რეგიონიდან. ხო და კიდე რამ კითხე გამახსენე მეორე კითხვა. მომზადებულები მოდიან გარკვეულწილად თუ მხოლოდ არტისტიზმი და ვოკალი საკმარისი? ვოკალს ვერ გავექცევით, მე მაინც ეს ხმა ჩემთვის მომღერლისთვის მთავარი მუსიკალური მონაცემი, ხა ის რომ კარგი სმენა უნდა გქონდეს და კარგი ინტონაცია, ამას აღარც განვიხილავ, მაგრამ ვოკალი უნდა იყოს და იმ ვოკალსაც უნდა გქონდეს, აი რომ დახუჭავ თვალს, უნდა იყოს განსხვავებული ხმა, რომ აი შენ იმას ცნობდე ხმით. აი ეს თუ დაიჭირე ვოკალში, დიდებშიც და პატარებშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძნელია ამის პოვნა პატარებთან, იმიტომ რომ ჯერ ჩამოუყალიბებელი აქვს ტემბრი, მაგრამ აი კინა. იმიტომ დავსვი ეს შეკითხვა, რომ მე მაყვალო თუ შეგრძნება როგორც მსმენელი და მაყურებელი, რომ დიდებზე ბევრად უფრო მომზადებულები მოდიან თითქოს და უკვე ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიურადაც უფრო მზად არიან, უფრო ადვილები არიან ბავშვები, უფრო ადვილად უყურე. კი, შეიძლება იმ მომენტში გული დაწყდეს 1-2 ცრემლი გამომა. მეორე დღე რა კარგია, რომ სანერვიულო აღარ აქვს, ბედნიერი მოდის და მე რანინას გარდა იმისა, რომ ხა ვინ მოიგო, ვინ არ მოიგო, იმის გარდა ეს არის იმ ხელა რაღაცნაირი ამბავი ამ ბავშვების ცხოვრებაში, რომელიც სულ დარჩება. ჩემ ცხოვრებისთვის არის ყოველი სეზონი განსაკუთრებული ამბავი და ეხა არ მომიდგენია ბავშვისთვის რა არის. ნუ ჩემთვის მე არ ჩემთვის ეს არის აი რაღაცა მნიშვნელოვანი რაღაცა ეტაპი კი არა, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა, იმიტომ რომ აი რაც არ უნდა დამთავრდეს რანინა და სხვა საქმეს ვაკეთებდე, შემდეგისთვის სულ მაგ ჩართული აქ რომ აბა რა უნდა ვქნა. და შემდეგისთვის მზადება უკვე დაწყებულია. კი. ნუ ესე იგი ველოდოთ კიდევ უფრო ახალ ვარსკვლავებს. ჩვენ კი დაველოდოთ შაბათს, რადგან პროექტი რანინას მერვე სეზონის ფინალი გაიმართება. ნამდვილად დიდი სიამოვნება შაბათს გამოვლინდება კი ბატონო. ის ადამიანი, ვინც იქნება მასპინძელი ჩვენს ქვეყანაში. ევროვიზია 2025. ჯუნიორ ევროვიზიის ხო და მონაწილე რა თქმა უნდა საქართველოსდან, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება, ხო, როგორც უკვე თარიღი ცნობილი. მე კი რა დამჩენია წარმატებები უნდა უსურვო სამივე მონაწილეს რა თქმა უნდა და მანანა ასევე სამომავლო პროექტებში ახალი გეგმები. თქვენთან ერთად რა. მადლობა ყველას. მადლობა სტუმრობისთვის. აი ასე დასრულდა 31 ოქტომბერი. ოქტომბრის ბოლო დღე პარასკევი. ჩვენ მომავალ კვირამდე გეჩვიდობებით საუკეთესო სურვილებით. დროებით.